მე არ ვიცი თქვენი, მაგრამ ჩემი სხეული მაგარა მაწუხებს რა. მიუხედავად იმისა, რომ ჯამთელია, ხო, აი ახლა მაწუხებს ეგ სხეული. აშკარად გძნობს, რომ დისკომფორტია, ჩემი სულის შესადარი სხეული ეს არ არის. ჩემი ინტელექტის, ჩემი სულის სხეული არ არის. აი რაღაცა სხვა რაღაცა მაცვია. აი როგორც ფეხსაც მაცვი, რომ ჩაიცმე და შენი არ არის რა, შენი სარგო არ არის. ეს თუ არ იგრძენით თქვენ, დაბადებული არ ახართ. ეს ტვინით არ ვიძახი ამას. ნამდვილად გეუბნები. უბრალოდ ეს ჩემი ქვეყანა არ არის დედამიწა. ამასაც გქრძნობ, მაგრამ კი არ ვიწყებდი. არა რა, დავხეტიალობ რა, არა. აი ეს გრძნობა რომ მოდის უკვე თქვენ ხიზანი და სტუმარი ხართ. და ეს ანიშნავს იმას, რომ თოფი ავიღოთ, ვინმე მოკლათ. არა, სხვანაირად ცხოვრობ. და ამოცანა მას რა არის ჩვენი? აი ამოცანა ის არის, რომ აი ეს მდგომარეობა, ეს სიხარული გაიტანო და სხვას გააგებინო. ეს დავალება ჩვენ. არა ქრისტიანს არაფერი დავალება არ აქვს, უთი სოფლისას უბერავს და ყურაშვილი მაქამდე ვერ მივა, იმიტომ რომ ყურაშვილი სატანას ემსახურება. ამას ეს ფუნქცია აქვს. ძალიან ბევრი სატანას მიუყვანო. იმიტომ გიჭირთ რომ მოусმეთ ეს რა ბოდიალა კაცი არის. სხვისი წიგნები არასწორად არის აკითხული და აგერიგე რა მოკითხულებს თვითონ ტვინი არ აქვს რომ განმარტებები გააკეთოს. აბა მითხარით ახლა დასავლეთი იძახის ვაშლი შეჭამაო, ჩვენ კიდე ლეღვი შეჭამაო და ხო, აი თახმათ რა ლეღვი შეჭამა, კაცო. კარგად ამრიოთ რა. ლეღვი ეს კარგით რა. აი ამას რო უსმენთ ახლა. და სპეციალურად ისე ბოდავს რომ დაგაჯეროთ რომ თქვენ ვერ გაიგებთ და ეს რა ბრძენი ყავს ახლა ბიბლია ამისთვის არის გასაგები და თქვენთვის არა. რასა მოვდგაც წმენა მოსმენისაგანი და მოსმა ქრისტეს სიტყვისაგან ეს არის ჩაწერილი. ამიტომ სულს ნუანდობთ სხვა ადამიანებს. მოგიდეთ ბიბლიას ხელი, არის ქართულ ენაზე ყველას აქვს და ჩაყავით თავი და დაელოდეთ ღმერთს და არ თქვათ რომ ვერ გავიგებ და ამიტომ გადადო გვერდს და მღვდლის ბოდვა მოისმინო.